Elon Musk-ის კომპანია Neuralink-მა ადამიანის ტვინში პირველი უსადენო ჩიპი ჩააყენა. რობოტი ქირურგის მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაერა და პაციენტი ახლა პოსტოპერაციულ პერიოდს გადის. გავრცელებული ინფორმაციით, ჩიპის საშუალებით ადამიანის ტვინმა კომპიუტერთან ან მობილურთან დაკავშირება და მისი მართვა უნდა შეძლოს. გვანცა ფუცხვერიას რეპორტაჟი. სასწაულის სამედიცინო სფეროში ასე აფასებენ ამერიკელი ნევროლოგები კომპანია Neuralink-ის მიერ ადამიანის თავის ტვინში უსადენო ჩიპის პირველ გადანერგვას. ოპერაცია Elon Musk-ის კომპანიამ რამდენიმე დღის წინ წარმატებით ჩაატარა. ახლა პაციენტი თავს კარგად გრძნობს და რეაბილიტაციას გადის. პირველადი შედეგები კი ნეირონების დამაიმედებელ აქტივობას აჩვენებს. კომპანიის ახალ პროდუქტს ტელეპათია ჰქვია. ჩიპის საშუალებით პაციენტი კომპიუტერის და მობილური ტელეფონის მართვას მხოლოდ ფიქრით შეძლებს. უსადენო ჩიპმა სამედიცინო სფეროში შესაძლოა მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინოს. ჩიპის საშუალებას გაძლევთ მხოლოდ ფიქრით მართოთ თქვენი ტელეფონი და კომპიუტერი. მათი მეშვეობით კი თითქმის ნებისმიერი მოწყობილობა. პირველი მომხმარებლები ისინი იქნებიან, ვისაც კიდურებზე კონტროლი აქვს დაკარგული. წარმოიდგინეთ, სტივენ ჰოკინგს ბეჭდავზე უფრო სწრაფად კომუნიკაცია რომ შეძლებოდა. სწორედ ეს არის მიზანი. რამდენიმე წლის წინ Neuralink-მა იგივე ჩიპი მაიმუნის თავის ტვინში გადანერგა. მაშინ ექსპერიმენტის დროს პრიმატმა ვიდეო თამაში დისტანციური მართვის სისტემის გარეშე მხოლოდ გონების ძალით ითამაშა. ადამიანებზე ცდების დაწყების უფლება კომპანიამ ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო მარეგულირებლისგან გასული წლის მაისში მიიღო. ექსპერიმენტი მძიმედ დაავადებული ადამიანების დახმარებას ისახავს მიზნად, მაგალითად როგორიცაა 4-ვე კიდურის დამბლა. ამერიკელი ნევროლოგები ამბობენ, რომ ადამიანის თავის ტვინში ჩამონტაჟებული უსადენო ჩიპი კომპლექსური ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებს მნიშვნელოვნად დაეხმარება. ჯერ კიდევ წლებია საჭირო იმისთვის, რომ სიახლე მასობრივად ჩაეშვას მოხმარებაში, თუმცა სამომავლოდ პოტენციურ სამედიცინო სასწაულზე გვაქვს საუბარი. Neuralink-მა შექმნა მოწყობილობა, რომელიც კითხულობს იმ ელექტროსიგნალებს, რომლებსაც ჩვენი ტვინის უჯრედები მუდმივად ერთმანეთს უგზავნიან და რომლებიც საბოლოოდ ჩვენი სხეულის კონკრეტულ მოქმედებად გარდაიქმნება. ჩიპის მიერ ამ სიგნალების აღქმით კომპიუტერის და სხვა მოწყობილობის კონტროლი ხდება შესაძლებელი. ახალი მეთოდის გამოსაცდელად კომპანიას 6 წელი აქვს, თუმცა პარალიზებასთან ბრძოლა მასკისთვის მხოლოდ დასაწყისია. ამერიკელი ბიზნესმენის მიზანი ტვინის უსადენო ჩიპით ისეთ დაავადებებთან ბრძოლა, როგორიცაა პარკინსონი, ეპილეფსია და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები.